მადლობა თქვენი დროისთვის. Გვითხარით ჩვენ უთხარით ჩვენს მაყურებელს რა არის დღეს პროტესტის მეასე დღეს თქვენი მთავარი სათქმელი. მოგესალმებით, ჯერ ერთი შეიძლება ალბათ ამის თქვა გილოცავთ პროტესტის მეასე დღეს. მე არ მახსენდება აი ესეთი პრეცედენტი უახლოეს ისტორიაში, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება 100 დღის განმავლობაში იდგეს ქუჩაში და აპროტესტებდეს ძალიან დიდ უსამართლობას. დღეს მეასე დღეს აკადემიური სამყაროს წარმომადგენლები, პროფესორა და სტუდენტები შევიკრიბეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში. ეს არის ალბათ ჩვენს ისტორიაში, უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი, ჩვენი განათლების კერა, აკვანის, საგანმანათლებლო სისტემის და შევიკრიბეთ იმისათვის, რომ გავაპროტესტოთ ის, რაც ხდება ქვეყანაში და განსაკუთრებით გავაპროტესტოთ რაღაც დაანონსებული რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს თანდათან ჩაახშოს თავისუფლება, მათ შორის აკადემიური თავისუფლება, საგანმანათლებლო სივრცეში. ეს ძალიან საშიში ტენდენციაა. ჩვენ ყველამ ვიცით, ისტორია გვასწავლის ამას, საკმარისია გავიხსენოთ საბჭოთა კავშირი, ნაცისტური გერმანია, უახლოესი წარსული. ვიცით, რომ აი ესეთ თავისუფლების შეზღუდვას მოყვება ის, რომ როგორც წესი საუკეთესო გონებები, თუ შეიძლება ასე ითქვას, ტოვებენ ქვეყანას საუკეთესო შემთხვევაში, ანუ არა შემთხვევაში უბრალოდ რეჟიმის მსხვერპლი ხდებიან. ამიტომაც შევიკრიბეთ აქ როგორც პროფესორები, ისე სტუდენტები იმისათვის, რომ გავაპროტესტოთ კონკრეტულად აი ეს დაანონსებული რეფორმა, რომელიც იგეგმა დახურუკარებს მიღმა გაუმჭვირვალობის პირობებში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ პროტესტით ხმას მივაწვდენთ ადამიანებს, რომლებსაც მონაწილეობა მიიღეს ამ პროცესში და რა თქმა უნდა, ყველანი ვაპროტესტებთ იმას, რაც ხდება დღეს საქართველოში და მაინც ორი მთავარი მოთხოვნა გვაქვს ყველას ამ 100 დღის განმავლობაში დაინიშნოს ახალი არჩევნები და განთავისუფლდეს სინდისის ყველა პატიმარი. კი ბატონო ნინო, თქვენ კარგად აღწერეთ ეს პროცესი. ერთი კითხვა მექნება, ვინ არის დღეს ხელისუფლების სამიზნე, ხო, ვინ არის დღეს სისტემის სამიზნე? აი ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ, ვის გამოარჩევს როგორც წესი ხელისუფლება, იმიტომ რომ ჩვენ ახლა შესაძლოა ამ პროცესში პროფესია საერთოდ არ ქონდეს მნიშვნელობა და თავად სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ამაზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ რაღაც გარკვეული მიზანი შეიძლება ქონდეს ამ პროცესს, ხო, კიდევ უფრო ხმაურიანი იყოს ეს პროცესი, კიდევ უფრო შორს გავრცელდეს ხმა იმის შესახებ თუ რა პრინციპით ხდება ამ თუ იმ სფეროს წარმომადგენლების ამორჩევა, თუმცა ყველათან ხდება იმაზე, რომ თითქმის ყველა სფეროს შეეხო ეს პროცესი და ეს ძალადობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში, ხო, აი 100 დღის განმავლობაში. ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ აი დასახულ მიზანზე სისტემის მხრიდან? დიახ, თქვენ ძალიან კარგად აღნიშნეთ. შეიძლება ჩანდეს რაღაც გარკვეული სფეროები, როგორც ესეთი განსაკუთრებით სამიზნე ჯგუფები, მაგალითად ხელოვანები, ან მაგალითად ეს აკადემიური სივრცე, თუმცა არ დარჩა სფერო და თუ დარჩა, ჯერ კიდევ არ დარჩება სფერო, რომლის თავისუფლების შეზღუდვას არ შეეცდება ჩვენი თვითგამოცხადებული მთავრობა, იმიტომ რომ ასე ფუნქციონირებს საერთოდ ასეთი მსგავსი სისტემები. ჩვენ ვხედავთ უამრავი საჯარო მოხელე გაანთავისუფლეს ბოლო თვეების განმავლობაში, ხალხი დარჩა ხელფასების გარეშე, მე როგორც მუსიკოსმა არ შემიძლია მაგალითად კონკრეტულად სოფო როინიშვილს არ გამოუცხადა სოლიდარობა. ეს არის მუსიკოსი, რომელიც ქუთაისში მოღვაწეობს და ორმა საჯარო სკოლამ გაანთავისუფლა იგი ამ ბოლო დღეებში სამსახურიდან. ეს ნიშნავს, რომ ქალს, რომელიც ზრდის შვილებს, არჩენს ოჯახს, დააკლდა ორი ხელფასი და დღევანდელ ეკონომიკურ პირობებში თქვენ წარმოგიდგენიათ ეს თქვათ რა სირთულეებთან არის დაკავშირებული და სამწუხაროდ სოფო როინიშვილი არ არის ერთადერთი შემთხვევა. ძალიან ბევრი შემთხვევა გახმაურდა, ზოგიერთი შემთხვევა არ ხმაურდება კიდე სხვადასხვა მიზეზების გამო. ამიტომ მე მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ახლა გვიყურებს და ვინც რაღაცა ორჭოფობს, სამწუხაროდ ასეთი სისტემები არ ჩერდებიან, თქვათ რაღაცა ერთ ადგილას და ისინი შეეცდებიან შეაღწიონ ყველა სფეროში, რომელშიც იქნება ასე თუ ისე გამოხატული სწრაფვა თავისუფლებისკენ. ნინო, თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ის პასუხები, რომელიც აქვს სისტემას, ხო, ეხლა ჯარიმების საკითხი, საკმაოდ უკიდურესად რეპრესიული სურათი არის სახეზე, ხო, ფაქტობრივად ყველა მეთოდის გამოყენება მოხდა, რაც შეიძლება მას შემდეგ, რაც არ დაიშალა ხალხი და ფაქტია, რომ ჩვენ ეხლა პროტესტის მეასე დღეზე ვლაპარაკობ, რაღაც ინდივიდუალური სადამსჯელო მეთოდები ვნახეთ ჩვენ, იმიტომ რომ შეუძლებელია რიგითი მოქალაქე, რომელიც ისედაც ძლივს უმკლავდება
იმ სირთულეებს გაუმკლავდეს იმ ფინანსურ წნეხს, რომელსაც სისტემა და ხელისუფლება იგონებს მის დასასჯელად. Აი ამაზე პასუხი რა უნდა იყოს, როგორ ფიქრობთ? ჩვენ წინა დღეებშიც გვილაპარაკია ამ საკითხებზე, მაგრამ მე ასე დღე მაინც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ შეჯამდეს ხო ყველა ის სირთულე, რასაც ამ პერიოდის განმავლობაში ჰქონდა ადგილი დემონსტრანტების წინააღმდეგ მიზანმიმართულად. რა თქმა უნდა, სახეზია ნონსენსი, სხვანაირად ვერ შეიძლება ვერ უწოდებ ამას ვერაფერს. აკადემიურ პერსონალს აქვს დაახლოებით 1500 ლარის ფარგლებში და ისიც ყოველთვის არა ხელფასი და ამ დროს აი 3 თვის ხელფასზე მეტი უნდა გადაიხადოს ერთჯერადად, ერთჯერად 500 ლარიან ჯარიმაზეა საუბარი. მე ვიცნობ მაგალითად ჩემს კოლეგას, რომელსაც დღეს მესამე 5000 ლარიანი ჯარიმა მოუვიდა. რა შეიძლება ამას ეწოდოს, როდესაც ხელფასი არის ასეთი დაბალი საქართველოში და კონსერვატორიაში ყავს ხალხი მაგალითად, რომელიც საერთოდ იღებს 600-700 ლარს, 300-400 ლარს, აი ასეთ ხალხს გამოუწერა 5000 ლარიანი ჯარიმა, რა თქმა უნდა, ეს არის ცდელობა ჩვენი შეჩერების, ძალიან ძნელია მოუწოდო ყველას, რომ ნუ გეშინიათ, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ჯარიმები მოდის, მაგრამ უბრალოდ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ ჩვენ. აი თუ ახლა გავჩერდით, ეს სიტუაცია არ გაუმჯობესდება, მხოლოდ გაუარესობისკენ წავა და ამიტომაც ვდგავართ აქ ყველანი, ამიტომაც ვრისკავთ როგორც ჩვენ სამსახურებს, ჩვენს ჯანმრთელობას, იქ არიან ადამიანები დაზარალებულები. ვიცით, ამას ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რაღაცნაირად გავუწიოთ წინააღმდეგობა ამ პროცესს და მე მაინც ჯერა, რომ ძალიან ოპტიმისტურად მინდა ვიყო დღეს განწყობილი, იმიტომ რომ პროტესტის მე-100 დღეა, მართლა 100 დღეა ვდგავართ. კი ბატონო, აი რა არის თქვენი ოპტიმიზმის საფუძველი? გავაუყარო, წმენა რომ დიახ, აი ოპტიმიზმი როგორც წესი გადამდებია ხოლმე. ხანდახან მცირდება ხალხის რა დიახ მცირდება ხანდახან ადამიანების რაოდენობა. ესეც ჯერეთი ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა დასავლეთ საქართველოში დასახმარებლად. მე ასე ვუყურებ ამ ფაქტს, მე ვთქვათ, ამინდიც არ გვიწყობდა ხელს და მიუხედავად ასეთი სიცივისა, მიუხედავად ასეთი პირობებისა, რუსთაველის გამზირი ყოველ ღამე უკვე მე-100 დღეა იკეტება და ეს ძალიან სიმბოლური მნიშვნელობის მოვლენა არის და მე აი ეს მაძლევს იმის საბაბს, რომ ვიფიქრო, რომ ჩვენ არ გავწყდებით, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მანამდე, სანამ არ მივაღწევთ ორ უმთავრეს მიზანს, ეს არის კიდევ ერთხელ გამეორდები, არ დავიღლები ამის გამეორებით სინდისის პატიმრების განთავისუფლება და ახალი სამართლიანი არჩევნების დანიშვნა და აი ყოველ დღე, როდესაც მივდივარ სახლში, ვიდრე დავიძინებ, ვიმეორებ მარო მაყაშვილის ჯადოსნურ სიტყვებს გავიმარჯვებთ სახელოვნად. ნინო, თქვენ იმ ადამიანების რიგებში ხართ ალბათ, ვისაც ჯეროდათ, რომ 100 დღეს დაითვლიდა ეს პროტესტი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სტუმარი, მათ შორის ჩვენი სტუდიის სტუმრები, იგივე ტატო ქელბაქიანი ლაპარაკობდა ცოტა ხნის წინ, რომ მას პირადად ჰქონდა სკეპტიციზმი, ვერ წარმოედგინა, რომ აქამდე მივიდოდა საქმე, გაძლებდნენ ადამიანები, აი რთული, თუნდაც რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, ხო? აი რა აჩვენეს ადამიანებმა აი ამ 100 დღიანი პროტესტით? მე უნდა გითხრათ, რომ საერთოდ ვარ გამოუსწორებელი ოპტიმისტი, ამიტომ მე ახლა არ ვითვლიდი 100 დღეებს, იმიტომ რომ ძალიან ძნელია წარმოვიდგინო, რამდენ ხანს შეიძლება გასტანოს ამ ვითარებამ, ხო, რომელიც მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, უამრავი ფაქტორი იღებს მონაწილეობას ამ სიტუაციის განსაზღვრაში, მართვაში და ასე შემდეგ, მაგრამ მე მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ ჩვენ გავაპროტესტებთ ამას და ვიდგებით მანამ, სანამ არ შესრულდება ჩვენი უმთავრესი მოთხოვნები და სანამ არ გავიმარჯვებთ სახელოვნად. დიდი მადლობა ნინო. წარმატებას გისურვებთ. მუსიკოსი ნინო ჟვანია საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში.